ძალიან დიდი ცოდვა დაიწყო. მაგრამ ევროპული გამოცდილება გავიზიარე. ევროპული გამოიცდილება იყო იქ თუ მართლა არჩილი ჩაიდენდა, ხო ამას. არჩილს არაფერი არ დაუწყავს. არჩილს არაფერი სამართლა წინააღმდეგ არ ჩაუდენია. მისი დანაშაული იყო რომ დადიოდა აქციებზე და არის და იქნება საქართველოს სამშობლოს მოყვარული ბიჭი. მივმართავ მის მოსამართლეს ძალიან ცუდი გააკეთა არჩილისთვის არა, მისი შვილებისთვის. თორე არჩილისთვის ეს 4 წელი ჯერ ერთი არ იქნება, იმიტომ ესენი მალე დამარცხდებიან. და მის შვილებსაც გამოეყოფათ თავი, რომ ვერ გავლენ გარეთ, ქუჩაში, ნორმალურად ვერავისთან ურთიერთობენ. ასევე მინდა მოუწოდო მოსახლეობას. აუცილებლად 4 ოქტომბერს უნდა ჩამობძანდნენ, გამოვიდნენ რუსთაველზე ყველანი, რომ ერთად უნდა დავამხოთ ეს მთავრობა, თორე მე იქნება გვიანი, იმიტომ რომ ხვალ შეიძლება მათი შვილებიც, ვითომ რომ ოპოზიცია, მაგრამ რაღაც მიზეზების გამო იცით მე შვილი მყავს, ქმარი იქ მუშაობს, მეც მყავს შვილები, მეც მუშაობ, მაგრამ ვიბრძვი. არ უნდა შეგვეშინდეს არაფერის და არავის, იმიტომ რომ გამარჯვება სიმართლის მხარეა და ჩვენ ამას აუცილებლად გავიმარჯვებთ. მინდა კიდევ ერთხელ სამძიმარი გამოუცხადო ტერაშვილის დედა. ქალბატონი არის ქართველი ქალის სიმბოლო. ამ რაქნას რომ ერთი შვილი უწევს სასაფლაოზე, რომელიც ქართულ დროშის ტარებისთვის ისევ ჩვენმა ქართველებმა, რუსების მონებმა მოკლეს. და მეორე შვილი კი არის ციხეში. ვიტყვი ზურაბის სიტყვას, ჩვენ ბოლოს მაინც გავიმარჯვებთ. აუცილებლად გავიმარჯვებთ.